ამ დადგენილების მიზანი იყო ის არათანაბარი გარემოს აღმოფხვრა, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 2021 წელს, როდესაც ხორბალზე სხვა გადასახადი შემოვიდა, ანუ გადასახადი მცურავი ბაჟის სახით განისაზღვრა და ფქვილზე დარჩა იგივე გადასახადი, ანუ ნულოვანი, მანამდე ორივე ნულოვანი იყო, რამაც გამოიწვია რეალურად არათანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტს და ხორბლის იმპორტს შორის. შესაბამისად, ფქვილის აგრესიული იმპორტი განხორციელდა საქართველოს ბაზარზე, რამაც რეალურად ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა ბაზარზე, დაიკეტა წისქვილ კომბინატები და პრობლემები შეექმნა ადგილობრივ ფერმერებს ხორბლის ჩაბარების მოსავლის. შესაბამისად, ამის აღმოფხრის წინაპირობა იყო ის, რომ საქართველოს მთავრობამ სამი დარგის მოთხოვნით, მათ შორის იყო ჩვენი დარგი, წისქვილ კომბინატები, იყო მემარცვლეები, ანუ ფერმერები და შეჯერებული იყო ეს ვარიანტი პურის წარმოებლებთან, რომ პური არ გაძვირებულიყო, მიმართვიანობა იყო მთავრობასთან და ივნისის თვიდან 2023 წელსში აქტიურად შემოვიდა დამაბალანსებელი გადასახადი ეგრეთ წოდებული, ანუ ხორბლის მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი არის ეს მოსაკრებელი, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს და გრძელდება ახლა, ეს არის ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღება. შესაბამისად, ამან ამ თვეების განმავლობაში დააბალანსა სიტუაცია და დღეს ჩვენ სტაბილური სიტუაცია გვაქვს პრინციპში სამივე ბაზარზე, ანუ ფერმერებიც აბარებენ სტაბილურად თავიანთ მოსავალს, წისქვილ კომბინატები მუშაობენ და პურის ფასის მიმართულებით გამოწვევა დღეს არ არის. სექტემბრამდე გადაიწია ხო, როგორც ცნობილია, რა იქნება სექტემბრის შემდეგ? რეალურად ეს გადაწევები ხდება იქედან გამომდინარე, რომ გამოწვევა, რომელიც არსებობს იგივე ხორბლის, თქვა, მცურავი ბაჟთან მიმართებაში, შესაძლებელია, თქვა, სეზონურად განსაზღვრული იყოს და თუ მოხსნილი იქნება იგივე, თქვა, სეზონის ბოლოს რუსეთის მიერ, რუსეთმა შემოიღოს მცურავი ბაჟი, შესაბამისად სექტემბერში მოხსნილი იქნება იგივე ეს ჩვენი საიმპორტო გადასახადი ფქვილზე. აქედან გამომდინარე, გამოწვევების საპასუხოდ რეაქცია ეს გადასახადი და თუ 1 სექტემბრისათვის ის გადასახადი მოიხსნება გარე ფაქტორიდან, შესაბამისად საჭიროება აღარ გახდება ამ გადასახადის გაგრძელების. თუ არა და შემდგომში არსებობს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არსებობს პრობლემა და არსებობს პრობლემის გადაწყვეტის გზა. შესაბამისად, ეს არის პერიოდულად განსაზღვრული გადასახადი, რომელიც გაგრძელდება თუ პრობლემა ისევ იარსებებს. 1 ტონა ფქვილის ფასი რა არის დღესდღეობით? დღესდღეობით 1 ტონა ფქვილის ფასი მერყეობს დაახლოებით $240 ფარგლებში, თუმცა ახლა ჩვენ ფქვილზე ვანგარიშობთ ხოლმე 1 ტომარაზე, რეალურად საქართველოში 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე, რომელიცაც პური წვება არის 48-59 ლარი, 1 ტომარა 50 კილოგრამიანი ტომარა. შესაბამისად ეს არის ორიენტირი იგივე პურის წარმოებლებისთვის და მათთვის ეს ფასი პრინციპში კომფორტულია იმისათვის, რომ პურის თემასთან დაკავშირებით წყნარად იყოს ქვეყანა. დიახ, ეს მინდა და მე დღეს ყველაფერი დაკავშირებულია საბოლოო ჯამში პურის ფასთან, ხო? პურის ფასს განსაზღვრავს. როგორია პურის ფასი ამ ეტაპზე საქართველოში? ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, ხო, როგორც წესი საქართველოს მოსახლეობისთვის. და ზოგადად რა განსაზღვრავს პურის ფასს გარდა იმისა, რაც უკვე ვისაუბრეთ? მაგდროულად გეთანხმებით, რეალურად პურის ფასი ყოველთვის სენსიტიური იყო მოსახლეობისთვის, მთავრობისთვის და შესაბამისად პურის ფასს განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ის ინგრედიენტები, რომელიც მასში შემადგენლობაშია კალკულაციაში, ძირითადი ეს არის ფქვილი, დაახლოებით 60%, ნუ იქ არის ენერგომატარებელი, საფუარი, წყალი და ნუ ასე ხელფასი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ თუ შევხედავ ჩვენ დღევანდელ სიტუაციას, დღეს მე დავასახელე ციფრი 48-59 ლარი 1 ტომარა ფქვილის ფასი, რაც არის საკმაოდ დაბალი ფასი შარშანდელთან შედარებით, მაგალითად შარშან ამ დროს 65 ლარის ფარგლებში იყო, დღეს 59 ლარია. შესაბამისად, ნუ ამ სიტუაციაში პურის წარმოებლები, ჩვენი კოლეგები, ნუ მათი განმარტებითაც დღესდღეობით, ნუ არ არსებობს არავითარი რისკი ამ მიმართულებით. ზოგადად პურის ფასის ზრდა აისახება ხოლმე მის მოხმარებაზე საქართველოში, როგორი არის ტენდენცია? როგორ არის, იცით, რეალურად ბოლო წლების განმავლობაში მაინც სტაბილური იყო ფასი და ჩვენი კოლეგების თემა, ჩვენ წისქვილები ვართ და პურის წარმოებლების თემა, მაგრამ სტატისტიკა რამდენადაც ვიცი,
მოხმარება არის ერთ დონეზე შენარჩუნებული. ანუ აქ ასახვა ძალიან სერიოზულები არ ხდება ხოლმე. ხორბლის ფქვილის ძირითადი იმპორტიორი ვიცით რომ არის რუსეთი. რამდენად აქვს საქართველოს პერსპექტივა ბაზრების დივერსიფიკაციის ამაზე ძალიან ბევრი წელია მუდმივად არის საუბარი, ხო? თუ არის რაიმე ცვლილება წინსვლა? კი ბატონო, რეალურად როდესაც ჩვენ ამ კითხვას ვსვამ და ჟურნალისტები ვსვამთ ხოლმე, აქ არის ყოველთვის იგულისხმება, რომ ერთ ბაზარზე მიბმა არის არასწორი და რეალურად აქ უსაფრთხოების თემას შემოდის ხოლმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის პირველი რეცეპტი და ზოგადად ეს ცნობილიც არის მსოფლიოში, არის ადგილობრივი წარმოების განვითარება, ის რომ შენი კონდეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობა. ანუ ჩვენი თვითონ ფერმერების განვითარება და რაოდენობრივად ჩვენი ხორბალი რო კონდეს. დღესდღეობით ეს რაოდენობა არის თლიანი მოხმარების დაახლოებით 15-20%-ზე უნდა ავიდეს და დაახლოებით 3 წელიწადში ეს პროგრამა გულისხმობს, ახლა სამთავრობო პროგრამა გულისხმობს ამის აყვანას დაახლოებით 40%-ზე. ჩვენისთანი ქვეყნისათვის ეს არის საკმაოდ კარგი. არის რეალური 40%-ზე? რეალური არის, იქიდან გამომდინარე, რომ სადღაც 3-4 წელის განმავლობაში არის ლაპარაკი ამ პროგრამაში. ჩვენ ვიცით რომ ამ პროგრამის მიმდინარეობის დროს მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თქვათ სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, ფერმერებს შეხვდნენ და რეალურად ეხლა ციფრებს თუ შევხვდეთ, ჩვენ იმ ჰექტარიანობაზე, რომელსაც იხვნება წელს და ზოგადად სტანდარტულად ეს არის 50000 ტონა და საშუალო მოსავლიანობა ჩვენთან უბრალოდ 2 ტონა და 2.3 ტონა, რაც საკმაოდ დაბალია და თუ ჩვენ ამას ავიყვანთ საშუალო მსოფლიო მოსავლიანობაზეც, ფაქტიურად ეს არის 6 ტონა. ანუ 3-ჯერ გავზდით იგივე ჰექტარიანობაზე, რაც რეალურია პრინციპში და ამ პროგრამით ამის მიღწევა შეიძლება. ბატონ ლევან, ეს 40% იგულისხმება, რომ ფასითაც გავუწევთ კონკურენციას რუსეთიდან იმპორტირებულ ნაწარმს. ფასი ზოგადად ყოველთვის ასე ყალიბდება. ნახეთ, როდესაც არის მსოფლიო ბაზრის ფასი, იგივეს ითხოვს მაგათ იგივე ხარისხის პროდუქციაში ადგილობრივი ფერმერი. აქ ფასზე ლაპარაკი არ არის, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ანუ ჩვენი კონდეს, იმიტომ რომ ხედავთ სოფლიოში ძალიან დიდი კატაკლიზმები ხდება ამ მიმართულებით და ძალიან ბევრმა ქვეყანამ გადახედა თავის უსაფრთხოებას და წინ წაწია თავისი ადგილობრივი თქვათ წარმოებები, შესაბამისად აქ არის თემა. ფასთან მიმართებაში თუ ავიღებთ, მაღალი ფასი რეალურად გულისხმობს იმას, რომ ფერმერებს მაღალი შემოსავალი ექნებათ. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც თქვათ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არ შეიძლება რომ ჩვენ მიბმული ვიყოთ სხვადასხვა ბაზრებზე და რაღაც კრიტიკული მასა ჩვენი კონდეს, აქ იგულისხმება ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება მარაგები, რასაც დღეს წისქვილები უზრუნველყოფენ და თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდე აი რუსეთზე იმასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, საიდან წამოვიღეთ ჩვენ ხორბალს და გვინდა თუ არ გვინდა ხორბალი ყველაზე იაფი დღეს რუსეთში არა მარტო ჩვენთვის, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისათვის, ჩვენ აქ უნდა შევხედოთ თვითონ უსაფრთხოებას, ანუ მარაგების თემას. ჩვენთან ამ შემთხვევაში წისქვილების მუშაობის დროს მარაგის თემა დაცულია, იმიტომ რომ ბიზნესურად ჩვენ ასე ვმუშაობთ, ადგილზე მარაგი, გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტი და იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგა რაღაც საჭიროება იმისი, რომ ვერ დავდევით კონტრაქტი და ანუ ჩვენ ვერ მოგვაქვს ხორბალი, ჩვენ გვაქვს ის დრო, ორთვიანი დრო, რომ გადავერთოთ სხვა ბაზარზე, ზუსტად ამას გულისხმობს ჩვენთან დივერსიფიცირება. სხვანაირად, თქვათ, არ ხდება მსოფლიოში, ეს არის ძირითადი, ანუ ადგილობრივი წარმოება და თვითონ უსაფრთხოების მხრივ მარაგების არსებობა.